ოსნების ხელისუფლებამ აფხაზეთში საწვავის შეტანა გაამართლა იმით, რომ არ ირღვევა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მან გასცა ნებართვა რომელიღაც ქართულ კომპანიაზე, რომ შეეტანა საწვავი აფხაზეთის ტერიტორიაზე. თუმცა არავინ იცის ეს სქემა როგორ იქნება გამოყენებული და არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ხელი გაუმართლა, ასე ვთქვათ, მეგობარ სახელმწიფოს ამ მძიმე დროს და ვიცით რა ჩრდილოეთ კავკასიაში როგორი დეფიციტია საწვავის, განსაკუთრებით კრასნოდარის მხარეში და არავინ იცის ეს ნავთობი აფხაზეთში დარჩა და იქ იქნა გამოყენებული თუ რუსეთში გადავიდა. მაგრამ აფხაზეთშიც რომ ყოფილიყო მთლიანად გამოყენებული, ეს არ ღვევს ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ასევე საერთაშორისო სანქციებს. აფხაზეთში ბენზინგასამართი ქსელის უდიდესი ნაწილი ეკუთვნის ორ რუსულ კომპანიას. ერთი არის როსნეფტი და მეორე ასევე როსნეფტის ყოფილი დირექტორის მიერ დაფუძნებული კერძო კომპანია, რომლებიც არ ღვევენ კანონს ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ, ერთის მხრივ, ვინაიდან მრავალი წელია ისინი მუშაობენ აფხაზეთში ამ კანონის დარღვევით და თავად როსნეფტი, რომელიც 100%-ით ამარაგებს ასევე სავითუმო ქსელს, არა მხოლოდ საცალოს, არამედ მთლიანად ეწევა აფხაზეთის მომარაგებას, არის დასანქცირებული კომპანია. სხვა წვრილ ბენზინგასამართ სადგურებს აფხაზეთში აქვს უმნიშვნელო როლი. ისევე როგორც ნავთობაზები აფხაზეთში მთლიანად არის რუსეთის კონტროლის ქვეშ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაირღვა ორი კანონი. ერთი საერთაშორისო სანქციების, როდესაც ქართულმა კომპანიამ საწვავი მიაწოდა რუსულ კომპანიას და მათ შორის სანქცირებულ როსნეფტს და როსნეფტთან აფილირებულ მეორე კომპანიას და მეორეს მხრივ დაირღვა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ვინაიდან ეს სტრუქტურები მოქმედებენ უნებართვოდ საქართველოს ხელისუფლების კანონის დარღვევით. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მხარეს, საწვავი ომის დროს არის იარაღი. აფხაზეთი არის მოკავშირე აგრესორი ქვეყნისა რუსეთისა, რომელიც ეწევა ომს უკრაინის წინააღმდეგ. და აფხაზი მეომრები, ისევე როგორც აფხაზეთში განლაგებული ტექნიკა და მრავალი სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურის ნაწილი ემსახურება რუსეთის ამ სისხლიან სამხედრო მანქანას. ამიტომ გამართლება იმით, რომ ეს არის სოციალური, ასე ვთქვათ, ჰუმანური აქტი, ეს არის ტყუილი. ვინაიდან ნავთობის კრიზისის პერიოდში მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე, რაც რუსეთში ნელ-ნელა ღვივდება და სწორედ ამიტომ ხდება დარტყმა იმ სავაჭრო ობიექტებზე, ვალდბერისი იქნება თუ სხვა დიდი უზარმაზარი სასაწყობო ცენტრები, სადაც ხდება საქონლის განაწილება, ეს რუსეთის ეკონომიკას აზიანებს და რუსეთის სოციალურ, ასე ვთქვათ, განწყობილებას ცვლის. და ამ განწყობილების ხელისუფლების სასარგებლოდ შენარჩუნება საწვავის კრიზისის გადაჭრაში საქართველოს მონაწილეობით, ეს ფაქტობრივად არის რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერა უკრაინაში გამართული ამ სისხლიანი ომის პირობებში. ამიტომ კომპანია, რომელმაც ეს ჩაიდინა და ეს იქნება რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან დაკავშირებული რომელიღაც ნავთობიმპორტიორი და გაირკვევა ეს ძალიან სერიოზული სამართლებრივი და მორალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. მორალურად მას ქვია მოღალატე. ეს არის უკრაინის მტერი. რატომ არ შეაქვს რუსეთს საწვავი აზერბაიჯანიდან პირდაპირ ესაზღვრება და სულ რაღაც ერთი წუთი უნდა რომ აზერბაიჯანის საწვავი გადავიდეს ჩრდილოეთ კავკასიაში. რატომ არ აკეთებს ამას აზერბაიჯანი? რატომ მაინც და მაინც საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, ჰუმანური? იმიტომ რომ ეს არის საფარი, ასე ვთქვათ, საბურველი თითქოს და აფხაზეთის მოსახლეობის, ასე ვთქვათ, დახმარების მიზნით რუსეთში არსებული კრიზისის გადაჭრისა. საერთოდ რუსეთშიც რომ არ შევიდეს, რუსეთი იძულებულია მოამარაგოს აფხაზეთი, როგორც თავისი, ასე ვთქვათ, სატელიტი ქვეყანა და ის საწვავი, რომელიც აფხაზეთში დაზოგა, სწორედ საქართველოსთან ევროპული სხვათა შორის საწვავის შეტანით, ის შემდეგ გამოყენებული იქნება რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის სამხედრო
საჭიროებისათვის. მნიშვნელოვანია ასე ვიცოდეთ რა ტიპის საწვავი შევიდა. თუ აქ დიზელის საწვავი არის, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ ასე თქვა სამხედრო რუსეთის ბაზების მხარდაჭერა ხდება საქართველოს მხრიდან. და მიუხედავად ამისა, ეს დიზელი იქნება, ავიაციო ნავთი იქნება, დრონებში ბენზინი გამოიყენება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. და რუსეთის სამხედრო ბაზებიც ასევე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. და მათი ასე თქვა საწვავით მომარაგება, მათი პერსონალიზა და გამართული მუშაობისათვის გადაადგილებისათვის მათაც საწვავი ჭირდებათ. ესეც საქართველოსთან შეტანილი აი ამ ბენზინისა თუ დიზელის გამოყენებით ხდება. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უღალატა ქართულ ხალხს. ხოლო ფულზე დახარბებული აი ეს უზნეო ასე ვთქვათ ბიზნესმენები აგებენ პასუხს.